აი ასე სრულდება ბეცონ ფორუმი, სრულდება მეორე დღე, სრულდება უდიდესი ემოციებით, სრულდება ისეთ სიტყვებით, რომელიც არსენალის გუნდს ძალიან გაახარებს. რობერ პირესი შესანიშნავი სპიკერია, ისეთივე შესანიშნავი, როგორც იყო ვინგერი და როგორც იყო ფეხბურთელი მინდორზე. როგორც იქნა, ეს დღე დადგა. ბეცონ ფორუმის დროა, ლოკაცია იგივე, როგორც წინა წელს, ფექტორი თბილისი. ამინდი მშვენიერი, ლაინაპი გადასარევი. მოკლედ, ახლა სამზადის იმიდის. შევიხედოთ და ვნახოთ რა ხდება უშუალოდ სცენას. ხალხიც უკვე აფუსფუსდა. მოუთმენად ველით როდის დაიწყება ბეცონ ფორუმი წინა წლის ემოციებს და მოგონებებს თუ გადავალებ თვალს, წელს კიდევ უფრო დიდი მოლოდინი გვაქვს. იქამდე სანამ პირველი სპიკერი ავა სცენაზე, გავაჩერებთ აქ ხალხს, ბევრი მოხალისეა, ბევრი საინტერესო სპორტში დასაქმებული ადამიანი, სპორტის ჟურნალისტი და თუ გაიხსენებენ მათ პირველ მაისურს, რომელმაც რაღაც ბავშვობის მოგონებები შეიძლება გაუღვიძოს, რადგან პირველი სცენაზე ავა ელის პლატენი, კლასიკ ფუტბოლ ჩერჩის კონტენტ კრეატორი და ისაუბრებს რეტრო მაისურებზე და მათ მნიშვნელობაზე არა მარტო მოედანზე, არამედ მოედნის მიღმაც. ჩემს უკან ახლა არის ქართული ლეგენდარული შოთი არველაძის აიაქსის დროინდელი მაისური. დიდი ალბათობით ეს მაისური ეცვა მაშინ, როდესაც აიაქსთან ერთად თამაშობდა ევროტურნირებზე. არ ვიცი, თუ ექნება რაიმე ელის ამ მაისურზე და აიაქსზე, მაგრამ იქნება ისეთი ადამიანები ვიპოვოთ, ვისაც პირველი მაისური ქონდა ამსტერდამის აიაქსის, ან შოთა არველაძის, ან საქართველოს ნაკრების. ნახოთ. Good to see you. How are you? თქვენი პირველი საფეხბურთო მაისური თუ გახსოვთ? ჩემი პირველი საფეხბურთო მაისური მანჩესტერის იყო. მე გვიან ვიყიდე პირველი მაისური, იყო AIG რო იყო სპონსორი უკვე მაშინ. და უკვე გააზრებული მანჩესტერის გულშემატკივარი. გულშემატკივარი 93 და 12-ის ბოლოდან ვარ, მაგრამ მაისური გვიან ვიყიდე. და ახლა თუ მოგწონთ რეტრო მაისურები თუ ახალი მაისურები? ახლა მომწონს რეტრო მაისური. შარპის მაისურია ყველაზე კარგი. პირველი მაისური იყო ტევეზის 32 ნომრიანი მაისური, მაგრამ მე ტევეზმა გვიღალატა. ამიტომ ტევეზი დიდად არ მევასება. ახლა რუნი? კი, ჩემს საყვარელი ფეხბურთელი რუნია ზოგადად. ჩემი პირველი საფეხბურთო მაისური მახსოვს იყო, მესის მაისური იყო 2012 წლის ალბათ. ალბათ მესი არ ეწერა, ნია ეწერა უკან. ესეთი ადამიანი, ვისაც ვიცნობ, რომ ბევრი მაისური აქვს შენ ხარ. გახსოვს პირველი მაისური? კი, 98-ის რონალდო, რომელიც შემდგომ დედაჩემმა გააჩუქა, იმიტომ რომ დამიპატარავდა ეს ფორმები და ბევრი ფორმა მქონდა, საკმაოდ ყველა გააჩუქა. მე დავიბოღმე, კარგა ხანს ფორმებს არ ვყიდულობდი და მე დავიწე კოლექცია და იქ ფორმა ვიყიდე. კლასიკ ფუტბოლ შერციდან უკვე ალბათ 1-20 მაისური მანდედან მაქვს უკვე წამოღებული და სიამოვნებით გავესაუბრებოდი ასევე. ჩემი იყო საქართველოს ნაკრების მაისური, ოღონდ ძველი თეთრი დიადორა რო იყო. სპონსორი წითლად რო ეწერა, ეგაა ძველი. აი მაგ მაისურს თეატრის სცენაზე შოთის კოლექცია იქნება და იქაც ნახავ და მე შეიძლება კიდე ახალი ემოციები გაგიღვიძოს. დავველოდოთ ერთად ელის პლატენი გახსნის ბეცონ ფორუმს და მე კიდევ უფრო საინტერესო სპიკერებიც გვეყოლებ. I think it's really interesting that the venue looks so cool. There's so many people out here already and it's starting in like an hour. It's so busy. I'm really excited for it. It's going to be really fun. Can you tell me something about your first football shirt? When I was 5, I was bought my first Leeds United shirt, Leeds United on my team, and I never kept the shirt, but I've managed to buy that exact shirt when I was older, and the sentimental value to it is just, I'll forever remember that was my first favourite football shirt from when Leeds were good, ages ago. Do you know something about Georgian football? I know obviously Dinamo Tbilisi won the Cup Winners' Cup in 1981. And then obviously you've got a certain winger who's at PSG right now who's very good. I was at the Georgia-Turkey game in the Euros and the fan atmosphere between both fans was crazy, so yeah. Do you know Khvicha's surname? Kvaratskhelia. I can't do that, it's the kh. Okay, thank you so much for having me in this beautiful country. It's been an honour and hopefully I'll be back soon. Thank you very much.
რაც შეეხება ჩვენს მეორე სპიკერს, ელის პლატენის შემდეგ სცენაზე გამოვიდეს კრისტოფ ბირმანი. ადამიანი, რომელმაც გერმანულ ფეხბურთში უდიდესი ეპოქა შექმნა და არის მრავალგზის გერმანიის საუკეთესო სპორტის ჟურნალისტი. შენ როგორც გერმანული ფეხბურთის მოყვარულმა მაინტერესებს გაიხსნა რაღაც ისეთი ამბავი, რასაც კრისტოფ ბირმანისგან მოისმენთ, იქაური კაცისგან, აი რა დაგაინტერესებდა რომ ამ სცენიდან მიიღო. აი ერთ სეზონში ბაიერნი იყო ერთი მცველი მთელი სეზონი, ამბუიტენი ყავდა და რატო ისე. თან კრისტოფ ბირმანი ადამიანი არის, რომელსაც ტაქტიკურად უყვარს რაღაცების ჩაშლა და ალბათ ყველაზე სწორი ადამიანია ეგ პასუხი რომ მოისმენოს. სიამოვნებით მოისმენ თუ აქ პასუხი. Thank you so much and come to the World Cup, guys. როგორც მანჩესტერის გულშემატკივარს ახლა უნდა გითხო, როდესაც ნახე ფორუმის ლაინაპი, პირველი ემოცია რა ქონდა? ეხლა მაქვს ეს ემოცია, იმიტომ რომ ცოტა ხანში ნახავ ადამიანს, რომელსაც აი კანკალით უყურებდი და მის ყველა ფეხის მოქნევას ვეგებებოდი, ბერბატოზე მაქვს საუბარი. ასე რომ ძალიან მადლიერი ვარ ამ კაცის და ეხლა აი ეგეთი ემოცია მაქვს რაღაცა ველოდები რომ კითხვები დავუსვა. Do you remember your first football jersey? As a child, if we speak like this, then it should be my hometown football club. Which was back home, like the name is Pirin, so they had a jersey. I used to play with them because I trained with them. Never playing for the first team, but in the kids formation, this is where I used to wear that jersey. ერთი შეხების მასტერია, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მე ესე ვთვლი და მე კი არა და ყველა ესე თვლის რა და თვითონ რას ფიქრობს number 2 ვინ არის ამ საკითხში ეგ მაინტერესებს. რაგას კითხავ აუცილებლად. შენი აზრით ვინ არის number 2? ავარ მე არ ვიცი, ძალიან ბევრი არიან რა და რაღაცა ეხა უცბად კი არ მიფიქრე მაგაზე. და შენ რო გქონდეს საშუალება, რა ისტორიას გაახსენებდი დიმიტარ ბერბატოვს? რამეს 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი და რომელიც მისთვის სულად დამთავრდა. შენთვის კარგად. ხო. Dream is not too far, yes. Of course, because English football is more different than the German. Of course. The ball very quick, the speed very quick, the tackles. I was thinking, how do I say, what do I say, who do I speak to? I didn't know the language. To prepare myself for the moment where Top Miller was going to say, Berba, now is the chance. So you need to be ready, don't miss it. Because if you miss it, I go back to Bulgaria. But when you're a young boy, this is how you think, these legends. How can I push? How can I kick them? It's not possible. Okay. This is Zizou. Then you start to change your mindset and you go to the pitch. You can be Zizou or R9, but I'm here to beat you now. Yeah. Ladies and gentlemen, big applause, please. ბეცონ ფორუმისგან საჩუქარი მიიღე შემთხვევით. ჯერ მაინტერესებს მე მგონი ძალიან მაღლა აქვს. გამსახურებულად მიიღე. ჯერ მაინტერესებს ვისი გულშემატკივარი? Manchester United-ის და Dinamo Tbilisi. და შენს კოლექცია თუ გაქვს რაიმე, ალბათ ყველაზე საყვარელი საჩუქარი იქნება? კი, მე ბურთების კოლექცია არ მაქვს, მაგრამ მაქვს ძველი მაისურების, ასე ვთქვათ და კიდევ ვინახავდი ხოლმე ყველა დიდი ტურნირის კალენდრების კოლექციას და ძალიან მიხარია რომ ესეთი რაღაც მე შემხვდა და მართლა მოკლედ ბეცონ ფორუმის მეორე დღეა გუშინებისგან განსხვავებით ცოტა ცუდი ამინდი, მაგრამ ჩვენ არაფერი არ გვეთყობა, ისევ ხნედ ვართ, ისევ ძალიან კარგ გარემოს ველოდებით. ბეცონ ფორუმის სცენაზე დღეს კიდე უფრო დატვირთული დღეა, ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი გველოდება. კი, main stage-ი არ ქვია იმ სცენას, სადაც შოთა არველაძე და გიორგი ცინცაძე უნდა გამოვიდნენ, მაგრამ ალბათ მთავარი ამბები სწორედ იქ მოხდება. იქაც შეგახედებთ ცოტა ხანში. მანამდე დაგიანონსებთ. ედვინ ვანდერსარი, რობერტ პირესი, სემ რობსი სერიაზეც ვისაუბრებს, თუ როგორ შეცვალა კვარამ იქაურობა და რა არის ხუჩა კვარაცხელიას ეფექტი. ასე რომ იმედი მაქვს ბეცონ ფორუმის ძალიან მოგეწონებათ და ეს ვიდეოც. If we say Arsenal is a symbol, we can say that Dortmund is color. These little details make the whole identity. What they had bad in their older version, they made that one great in the newer version. It's traditional, but it's up to date and it's relevant for today's social media hype. It's just a signature.
which became an identity. And once you create your personal brand, and now we know that CR7 is the logo, and this is exactly how it began. Before CR7, it was Kaiser 5. I want you guys to also recognize the voice. This is in a nutshell the presentation that we go through. I'll go and I'll take the photos and I also interview them. Some of these images, they became like magazine covers, but I was still working at the car wash. კუპრას მოვაგენით ადამიანს, რომელსაც ალბათ ყველაზე კომპეტენტური აზრი ექნება სემ როქსის გამოსვლაზე. ძალიან დიდ ტიპებთან აქ რა ნამუშევარი რეალურად და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. ეხლა ჩემთვის როგორც ფოტოგრაფისტვის ჩემი პერსპექტივიდან ახული ის ყველაფერი ძალიან მომეწონა. ყველაზე მთავარი როგორ შეიძლება რომ ამ რაღაცებამდე მიხვიდე რა. ეხლა წარმოიდგინეთ ტიპს პელე, ნეიმარი, მესი, რონალდინიო, ადრიანოსთან ერთად ფაველებში სიგიჟე კონტენტი აქვს გაკეთებული და ძალიან მაგარი იყო, ძალიან სასიამოვნო იყო. პლუს პირადი კომუნიკაციასთან რო გიწევს ამ საშუალებაც რა ძალიან კაია და სასიამოვნოა ეს ყველაფერი. თეატრის სცენაზე ქართული კალათბურთელი თავისი კარიერის საინტერესო ეპიზოდებს გაიხსენებს. პატარა სიურპრიზებიც გვაქვს მომზადებული. ახლა რომ არ დავაგვიანოთ, შევირბინოთ და ვნახოთ რა ხდება იქ. გიორგის ინცაძის გამოსვლა დასრულდა და გამოვიდა ძალიან ემოციური. მგონი რომ ქართული კალათბურთის ლეგენდას ხალხი ისე დაემშვიდობა, როგორც იმსახურებდა. და თან ბოლოს რაღაც სიურპრიზი ჰქონდა და იმ სიურპრიზმა მასე ძალიან კარგად იმოქმედა, ცოტაც რემლებიც კი წამოვიდა. You know, I heard that you want to be a coach someday. I can't wait to see that. Can't wait to see that players like Boo will give you a hard time. ძალიან ბევრჯერ ვლაპარაკია ჩვენთანაც კოკოშკოვის მნიშვნელობაზე მის კარიერაში, როგორ დაანახა მისი პოზიცია, გადააზრებინა საერთოდ გამთამაშებობას ნიშნავს და დარწმუნებული ვარ, რომ არც ელოდა და თან ძალიან ემოციური იქნებოდა მისთვის რა, კოკოშკოვის ეგეთი მიმართვა. თან თითქოს ისე წავიდა ბურო, სათანადოდ არ დაფასებულა, ეგ რაღაცნაირი ისეთი მყუდრო, კარგი standing ovation-ი მიიღო ბოლოს, რომელსაც ყოველი თავისუფლება იმსახურებდა რა. ახლა გადადის პროცესი მიდის, უმალე შოთიაროძე უნდა გამოვიდეს ამ სცენაზე ალექსანდრე კაბრიჩიძესთან ერთად და ბევრი მაისური აქვს როგორც ვიცი, თან უნიკალური და მათი ისტორიები უნდა მოვისმინოთ. დავიწყებთ აქედან, მოვყვებით ბოლოში. არა. ჩემთვის ამაში ძალიან ბევრი რამე და სული დევს, ეს უნთქავს, რაღაცა გული უფეთქავს, ცოტა მუცელი გამობერილი აქ მეთქე. კიო წაიღეო კაცო, რა თმინდაო ეს მაიგაო ისედაც პატარა მაქო. ძალიან გაგვიგრძელდა. რა, თეატრის სცენაზე შენი და შოთის გამოსვლა, მაგრამ თუ ამას ინდიკატორად ავიღებ თუ რამდენად კარგი იყო ეს გამოსვლა, საერთოდ არ ეთყობოდა ხალხს და არც შოთის, არც შენ. გუშ მოვამზადე ღამე, თითქმის არ მეძინა, 4 გვერდიანი ვორდის ფაილი მქონდა და მანდან რამდენი, შენი არის რამდენი რაღაც თქვი მანდედან. ერთი აბზაცია. ეგ იყო დაახლოებით 3 ხაზი. ეგრე შემოვიფარგლე, იმიტომ რომ შოთი ეგეთი პერსონაჟია, ეგეთი ადამიანია, ეგეთი ფეხბურთელიც იყო პრინციპში და მოედანაც ეგრე გამოხატავდა თავის თავს, რომ არის ძალიან ჰიპერაქტიული და აი დაწყებამდე მკითხა, ხომ მალე მორჩებითო. მეთქი რავი კი ვცადოთ რავი, ჩვენ გვაწყობს, ჩვენ ინტერესებში შედის თქო და მე ისე გამოვიდა, რომ ვერ გააჩერებ შოთი შეუძლებელია. პირველ ტაიმი მე ვითამაშეთ, სხვათა შორის აქედან იყო კვარეჟმა, აქედან კრისტიანო რონალდო, უკან ზიდანი, ფიგო და მე ბურთი არ მოუციათ ჩემთვის. შოთის მაისურების კოლექცია უკვე ვნახეთ. ცოტა გაიწევა ეს საუბარი, მაგრამ იქ მყოფ ხალხს საერთოდ არ უნდოდა თეატრის სცენის დატოვება. თუმცა მოუწიათ, რადგან ბეცონ ფორუმის main stage-ზე შოთი არულაძე ახლა ედინო ანდერსართან ერთად საუბრობს ძალიან საინტერესო თემებზე და მეც დიდი ხნით რომ არ ვიყო ზურგით, თქვენის ნებართვით მოუტრიალდები და მოусმენ ამ საინტერესო ამბებს ან ხალხის რეაქციით თუ იმსჯელებთ მართლა კარგ რაღაცებს ყვებიან. Shota, I saw you play 3 months ago. We played Ajax Legends. Yeah, but they don't count my goals anymore, Edwin. You're scoring at Iker Casillas. I scored last week. I scored 2 months ago in Ajax against Real Madrid. I scored in Glasgow, and I come to look statistics. I'm still 26. Yeah, we're really interested. And would you be able? Whatever, do you think you can still do it and come to Manchester and play for the club? Yeah, okay. Where's the ticket? Yeah. I go with the running. You see the 10 players coming running like towards you and everything. You see the bench coming. You see Ferguson running also. Like
75, I know how old he was, but everybody jumps on top of you. And as a goalkeeper, you don't really experience that because a striker, you always get celebrated if you score. A goalkeeper makes a save in the 18th minute, maybe just before half time, and of course they say, well done, but never a moment like that you win something for your club. And I think the save made my career even more special than it already was. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Betson Forum-ის ორდღიან აჯენდას მივაგენით. Classic football shirts. Robert Pires-ის ხელმოწერა თან ახლა საუბრობს Robert Pires დიდი ხნით არ გავაჩეროთ, იმიტომ რომ აშკარად აინტერესებს ამ ადამიანს რაზე საუბრობს და როგორ საუბრობს. Robert Pires-ი რო პრაიმში იყო დავადებული არც ვიყავი მე. უბრალოდ ვიცი ჰაილაითებიდან და არსენალი ზოგადად ისე პრემიერ ლიგაში არის ჩემი ფავორიტი გუნდი. იმ წაუგებელი 2003-4 წლის არსენალის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი იყო და იმ 98-ის მსოფლიო ჩემპიონის საფრანგეთის ერთ-ერთი ლიდერი იყო. I think we have to mention this, that before the cross to David Trezeguet, the defender that Robert beat was Fabio Cannavaro, so it tells a lot, right? He's on my pocket now, look. Cannavaro. Fabio. I'm joking. ცოტა ჯორჯის აქცენტს ურევს და რაღაცებს ვერ ვიგებ, მაგრამ საინტერესოა მაინც. Why are you making this hard for me? Like I'm nervous. Why? No, relax. You know Metz. Yeah, of course I know Metz. I know. We all know Metz. Because of George Mikotadze. Yes. Yeah, I know him since a long time because he used to play for Metz. I grew up in Metz. He has something special with the ball, especially with the technique. Did Raymond Domenech really not select you because of your zodiac sign? Because he loved the astrology. He said, I cannot choose two Scorpions on my team because all of them they fight for the lineup. No, to believe me, no, seriously. Domenech is shit. When you have a midfielder like me, and when you play with a striker like Bergkamp, Henry, or Canu, football is easy. Are there any players that you see in today's game that remind you of yourself? Svara is very, very good because I think maybe similar because he's a right foot and he play on the left flanks like me. Which is your favorite own assist of all time? Maybe for Bergkamp against Newcastle. I said thank you Dennis Bergkamp. He said why? Because now I'm all on your video because I do the assist. What do we think of Tottenham? Shit. What do we think of shit? Tottenham! Thank you! It was a question. Yeah, that was the question. Nice question. I like it. Thank you. შეიძლება ითქვას, რომ შედგა ფორუმი ცალსახად. შარშანდელთან შედარებით გაცილებით უკეთესი გამოვიდა და მგონია ოდნავ უარესი ვიდრე მომავალი წლის ფორუმი. უკვე 2 წელია, რაც ჩემთვის თავარი საფეხბურთო ამბები Betson Forum-ის სცენაზე ცოცხლდება. ძალიან საინტერესო იყო. გუშინაც, დღესაც ბუც კარგი იყო, შოთა არველაძეც, დიმიტარ ბერბატოვიც, ედვინ ვანდერსაარიც და რობერტ პირესიც. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ყველას. ამ ყველაფრის შემოქმედებს, სპიკერებს, იმ ხალხს, ვინც მოვიდა და ამ დაუვიწყარი დღესასწაულის შექმნაში დაგვეხმარა. კარგად იყავთ.